ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა. ჟურნალისტები აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან უკვე მესამე დღეა იკრიბებიან. ისინი ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელ მზია ამაღლობელს სოლიდარობას უცხადებენ და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. მოთხოვნებს შორისაა ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერებაც. მომიტინგეები მზია ამაღლობელს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ. ცნობისთვის ამ დრომდე გაურკვეველია მიიღებს თუ არა ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ამაღლობელის ადვოკატების სარჩელს, სადაც უფლებადამცველები პატიმრობის გირაოთის შეცვლას ითხოვენ. მოვითხოვთ ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს შეუჩერდეს უფლებამოსილება, მანამ სანამ არ იქნება გამოძიებული და შესწავლილი ყველა ის ფაქტი, რასაც ამ პოლიციის შენობაში ჰქონდა ადგილი დაკავებულების მიმართ. გულისხმობ მზია ამაღლობელის დაკავების ეპიზოდს, რომელსაც დაკავების შემდეგ პოლიციის უფროსმა შეაფურთხა, იყო გინება, იყო ფიზიკური გაწევა და ასევე პოლიციის უფროსის მხრიდან ძალადობის ფაქტებზე საუბრობენ სხვა დაკავებულები. მათ ორშაბათამდე აქვთ დრო სააპელაციო სასამართლოს შეუძლია რომ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი ავტოქონიციების სახით პატიმრობა შეეცვალოს. ამის შემდგომ ჩვენი ბრძოლა გახდება კიდევ უფრო ძლიერი და მწვავე, ამას უნდა ელოდნენ თუ კი არ გაათავისუფლებენ.